შემოუღობავი სტადიონი და მოუწესრიგებელი მინდვრის საფარი. ასეთ პირობებში უწევთ საშინაო მატჩების მიღება ბაღდათის საფეხბურთო კლუბ საირმეს ფეხბურთელებს. არასახარბიელო პირობების გამო ისინი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავენ. ამ დროისთვის ფეხბურთელები მთავარ პრობლემად მინდვრის საფარის უხარისხობას მიიჩნევენ და მის მოწესრიგებას ითხოვენ. თითქმის მთავარი პრობლემა არის მინდვრის საფარი, რომელიც შეიძლება რომ გამოსწორდეს. გვირდებიან უკეთეს მომავალი სეზონიდან, რომ შეეცდებიან მაქსიმალურად გამოასწორონ მოედანის საფარი და შევძლოთ უკეთეს პირობებში ვარჯიში. მიმდინარე წელს ბაღდათის საფეხბურთო კლუბი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. გუნდმა სეზონი მეორე ადგილის მოპოვებით დაასრულა და პირველ ლიგაში ვერ გადაინაცვლა. ამ მიზეზის გამო კლუბი საირმე ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მხოლოდ 50,000 ლარს მიიღებს. გუნდის ხელმძღვანელობაში განმარტავენ, რომ ეს თანხა განვითარებაში ვერ დაეხმარებათ და ამის გამო შესაძლოა გუნდი დაიშალოს. საფრთხის წინაშე დგას, რომ პრინციპში გუნდი დაიშლება. თუ რაიონმა არ შეგვიძლია ხელი დაგვეხმარა ზემოდან ამ 50,000 თუ არ დაგვიმატა, თუ აქ თუ იძლევა ამის საშუალებას ზემოდან ფედერაცია, თუ მის უფლებას არ მისცა ჩვენ წესები. როგორ არის? მაშინ შეიძლება მაშინ ბრძოლა მეორე ლიგისთვის. თუ რაიონი გაიღებს რაღაც თანხას ასაკურველი. ბაღდათის ცენტრალური სტადიონი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა გამგეობის ბალანსია. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო კლუბს მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა აუშენა, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 200,000 ლარამდე დაიხარჯა. ბაღდათის გამგეობაში განმარტავენ, რომ საფეხბურთო სტადიონზე პასუხისმგებლობის საკითხი ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ შეიცვალა. ჩვენი თანხები მთლიანად ირიცხება ფეხბურთის განვითარების ფონდში და უკვე ისინი აკონტროლებენ, მათ უნდა ჩვენი მოთხოვნისამებრ თუ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, მათ უნდა გადმოგვიგზავნონ, ასე ვთქვათ, ეს თანხები. ფეხბურთის განვითარების ფონდში კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება ისევ მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს. ამ დროისთვის ფონდში ვერ აკონკრეტებენ ბაღდათის სტადიონზე რა ტიპის სამუშაოები ჩაუტარდება, თუმცა განმარტავენ, რომ დეტალები მომავალი წლის დასაწყისისთვის დაზუსტდება. მომავალ წელს არის კონკრეტული თანხა, მაგრამ ამ თანხით რომელი ინფრასტრუქტურას განავითარებს ფონდი, ეს არის ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის შესაძლებელი მთავრობას. ანუ გაიგოს დაუშვათ ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი, ამ პროექტის მიხედვით მოხდება ამა თუ იმ სტადიონის დაფინანსება. ბაღდათის ცენტრალური სტადიონის მოწესრიგებისა და საფეხბურთო კლუბის ლიგიდან ლიგაში გადანაცვლების საკითხი ისევ მომავლისთვის გადაიდო.